სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. დღევანდელი დღე, როგორც ხშირად გვითხოვს ხოლმე, დიდი შაბათია, ანუ დღეს არის დუმარების დღე, ვინც მეტნაკლებად იცის ბიბლიური სიმბოლიკა, ესე შეიძლება ვუწოდოთ დღევანდელ დღეს და ფაქტობრივადაც, როცა ჩვენ ვიხსენებთ დღეს, როდესაც გარდაცვლილი უფალი საფლავშია, ეს მართლაც მდუმარების დღეა. მაგრამ ამ გარეგან მდუმარებაში, გარეგან უძრაობაში და თითქოს აი ყველაფერო ჩაქვრა, სიცოცხლე ჩაქვრა. აი ამ გარეგან ამ მდგომარეობაში საოცარი შინაგანი პროცესი იწყება. ღვთისმეტყველები სხვათა შორის დღევანდელ დღეს ისიხიასაც უწოდებს, როცა ადამიანი გარეგნულად იმდენად მყუდროთ არის, რომ სიკვდილის მოდელირებასაც კი უწოდებს. სწორედ ამ დროს მიდის საოცარი პროცესი შინაგანი, სიცოცხლის ზეიმისა, სიცოცხლის აღზევებისა, გაცოცხლებისა, მოდი ესე ვთქვა. ამ დროს ადამიანი გონებით ცდილობს გულში მყოფობას და სამყაროს, განკაცებული სამყაროს შემოქმედის მოხმობას. გონებით გულში მყოფობას, ანუ გულში, ანუ საკუთარ ჯოჯოხეთში მყოფობას, იმიტომ რომ ვისაც ეს გამოუცდია, უпроსტորეთ ვისაც უცდია, რომ ლოცვა ისწავლოს, მან იცის, რომ იქ სადაც ღმერთს უნდა ხვდებოდეთ, სინამდვილეში არაფერს ხვდებით, უკეთეს შემთხვევაში ეს არის სიბნელე, სიცარიელე და მოუხმობთ საკუთარ ჯოჯოხეთში უფალს და ვეპატიჟებით მას ჩვენ შიგნით, რომ შემოვიდეს იგი ჩვენში და ჩვენი არსება გაანათოს, განანათლოს, ღვთის ტაძრად გვაქციოს, რომ შემდეგ ეს ნათელი ისევ იმგვარად უნდა ბრწყინავდეს, რომ სხვასაც ვეხმარებოდეთ და ჩვენც გადავრჩეთ. და დღევანდელი დღე იმიტომ არის შედარებული ისიქაზმს, მემყუდრეობითობას, ასე ვთქვათ, ადამიანი მყუდროთ იმყოფება, რომ უფალი ხორცით არის საფლავში, ადამიანური ხორცით, მაგრამ ადამიანური სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, როგორც ღმერთი, მძლავრებით, არა როგორც კრავი, როგორც ის მიწაზე იმყოფებოდა, არამედ საღვთო ძალაუფლებით ჩადის ჯოჯოხეთში. აი პეტრე მოციქულს აქვს ესეთი სიტყვები, ახლა წაგიკითხავთ, ის იცით, ვფიქრობ მე, პირველი ეპისტოლია პეტრე მოციქულისა. ქრისტე მანცა ერთ გზის ცოდვათა ჩვენთათვის ივნო, გვახსენებს პეტრე მოციქული, რომ ქრისტე მოკვდა ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის მოკვდა. აი ესეთი სიტყვები ყოველთვის უნდა ახდენდეს განახლებას ჩვენი ქრისტიანობისა. ყოველთვის უნდა გვაძლევდეს მოტივაციას დავფიქრდეთ, ესე იგი რა დღეში უნდა ყოფილიყავ იმე და რა დღეში ვარ მე, რომ ჩემთვის გახდა საჭირო ღმერთი მოსულიყო ადამიანად და საშნელი ტანჯვით მომკვდარიყო. სანამ ადამიანი ამას ვერ გაიგებს, არა თეორიულად, არამედ საკუთარ თავზე ვერ მიხვდება ამას. მანამდე ეს ქრისტიანი არ არის. სხვათა შორის აი არის ხოლმე თქვა, როცა სანამ ადამიანი ამას ვერ ხვდება, ეს ქრისტიანი არ არის, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამას თითქოს ადამიანი ხვდება, ეკლესიის წევრია და შემდეგ სამწუხაროდ ხდება, რომ იწყებენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, ან განეკეთებიან ეკლესიიდან და ხდება უცნაური რამ, აი რაღაც მათი დაცემის, მათი დეგრადირების გენეზისი როგორ ჩანს. და ადამიანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ღვთისმეტყველი და სხვებისთვის ესწავლებინა, მე ადამიანთა საუბრებში იგრძნობა, რომ ვერ ხვდებიან რაში სჭირდებათ მათ იესო ქრისტე. გესმით, ეს საჭიროება ქრისტეს ღმერთის მოვლინების ადამიანად და ჩვენთვის მისი სიკვდილი, ამით ჩვენი გადარჩენა, აი მის საჭიროებას თუ ადამიანი ვერ გრძნობს, ან თუ ეს განცდა დაკარგა, ის უკვე ღმერთსილდება. პეტრე მოციქული გვახსენებს, რომ ერთ გზის ცოდვათა ჩვენთათვის ივნო, მართალმან ცრუთათვის. მართალი მხოლოდ ის არის, ყველა ჩვენ ცრუნი ვართ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აი აქ ძირშევე მოისხიპება რა ეს ჩვენი სიმართლე, ჩვენი სიმართლის პოზიციონირება და ჩვენი სიმართლით ცხოვრება, რომ არაფერს წარმოადგენს. და ეს გააკეთა რატომ? რათა ჩვენ წარგვადგინეს ღმრთისა, ანუ ღვთის წინაშე წარდგენა.
ანუ ცხონება, გადარჩენა და ამის გარეშე ეს არ მოხდება, რაც ესე იგი ითქვა. მოკვდა ხორცით და ცხოველი იქნა, ანუ ცოცხალი იქნა სულით, რომლითაცა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მოკვდა სულით ცოცხალია, იმიტომ რომ მას ჩვენერი ხორციც აქვს და ჩვენერი სულიც აქვს, სულით ცოცხალია. რომლითაც საპყრობილესა მას სულთა მივიდა და რა გააკეთა? ქადაგა. ანუ ჩადის ჯოჯოხეთში და ქადაგებს სულთა საპყრობილეში. რას ნიშნავს ქადაგებს? როგორც აქ ის ძლავრებით არ ახლობდა საკუთარ თავს ადამიანებს, არამედ დადიოდა ქადაგებდა, ვიღაცა მიიღებდა, ვიღაცა არ მიიღებდა. ჯოჯოხეთში, ანუ სულთა სამყაროში, რა თქმა უნდა, სხვა ტიპის დრო, სივრცე, რაღაცნაირად ასეთი ხო არ არის, როგორც აქ არის. ამიტომ ის 3 დღე ფაქტობრივად საკმარისი აღმოჩნდა, რომ თელ წარსულ კაცობრიობას, რომელიც ქრისტემდე იყო და უკვე გარდაცვლილი იყო, ყველასთან მისულიყო ხმა მისი ქადაგების. ანუ ფაქტობრივად ჯოჯოხეთში შთასვლით ქრისტე მიწვდა ყველას, ადამიდან დაწყებული, იმიტომაც არის აღდგომის ხატზე, როგორ ადამი და ევა რო ამოყავს. ანუ ქრისტეს ჯვარცმით, როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში, მიწვდა ყველა ადამიანს, ვინც მანამდე იყო ადამიდან დაწყებული. და როცა მიყო, თქვათ, მიწაზე აქ ის და შესაბამისად დღესაც ის მისი სიტყვა ყველას წვდება, ვისაც რა თქმა უნდა ეს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია. და ჩავიდა სულთა საპყრობილეში და ქადაგა, ანუ ქადაგებს. არა მძლავრებით, არამედ იქაც თავის თავს ესე იგი შემოსრა ჯოჯოხეთი, ეს ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთს მისი დაპყრობა არ შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური სულია და თან ის ქადაგებს. ქადაგება ნიშნავს ასევე იმას, რომ ყველა არ გამოყვა. გამოყვა მხოლოდ ის, ვისი გულიც დამტევნელი იყო მისი სიტყვისა, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ის როგორც აქ ესმოდათ და ისე როგორც დღეს ესმით, მაგრამ ვერ ხვდებიან. აი დღეს სახარებაში აღმოვიკითხეთ, ესე იგი ჯარისკაცება იციან, რომ საოცრება მოხდა, ესე იგი შეძრწუნებულები არიან და ფულს რო აძლევენ, ფულის გამო ჩუმდებიან. გესმით? ასე რომ ეს მდგომარეობა ადამიანს ახასიათებს, ადამიანს თუ დახურული აქვს შინაგანი სამყარო ღმერთისთვის, არაფერი სასწაული არ არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას. და ეხლა ვისთან იქადაგა? რომელნი იგი ურჩოდესმე იყვნენ, ანუ სიცოცხლეში ღვთის სიტყვა არ ესმოდათ, ისმოდა, მაგრამ არ ისმენდნენ, რაჟამს ერთგზის თავს ედვა სულგრძელებასა მას ღვთისასა დღეთა მას ნოვესთა შემზადებასა მას კიდობნისას. როდესაც ღმერთი გადაწყვეტს სამყარო დასაჯოს, სულგრძელებით ვინც ნოეს მოусმენს, იმათ გადარჩენას ეცდება ღმერთი. 100 წელი აშენებდა ვიცით ამ კიდობას, 100 წლის განმავლობაში, მაშინ სამყარო ხო პატარა იყო, 100 წლის განმავლობაში ესმოდათ, რომ ესე იგი დავისჯებით ცოდვების გამო, მაგრამ არ უსმინეს და მერე ნოე გადარჩა და სწორედ აი ისინი ვინც ურჩნი იყვნენ, იმათთვის ქადაგებს, ეგება ვინმე სინანულით გარდაიცვალა, იმიტომ რომ მათ ღვთის სიტყვა ესმოდათ, მოსესგან და არ უსმენდნენ. და ესე იგი მაშინ მხოლოდ 8 სული მცირედნი გადარჩა წყლისაგან. და ეხლა აქედან უკვე გადადის ნათლობის საიდუმლოებაში, წყალსაგან ახსენებს, რომლისა სახეთ აც თქვენცა გაცხოვნებს ნათლისღება. როგორც ნოეს ოჯახი წყალში მყოფი გადარჩნენ, კიდობანში იყვნენ რა, ასევე ჩვენს გადაგვარჩეს ნათლობა, პეტრე მოციქული ამას ამბობს, გვაცხოვნეს ნათლისღება და რომელიც ნიშნავს არა ჭუჭყის მოცილებას ხორცისგან, არამედ გონებისა, კეთილისა, ესე იგი არა ხორცთაგან გაშორება მწიკლისა, არამედ გონებისა, კეთილისა, ტრფიალებაი ღვთისა მიმართ. ჩვენი შინაგანი შემეცნების უნარის, ანუ რას ნიშნავს ნათლობა? როცა ჩვენი შემეცნების უნარი, ანუ გონება ღვთის მიმართ გახდება მოტრფიალე. რა არის ტრფიალება ღვთისა მიმართ? სიყვარული კი არა უბრალოდ, არამედ ცეცხლოვანი სიყვარული. სიყვარული, რომელიც მოიცავს მთელ არსებას, რომელსაც თავდავიწყებამდე მიყავს ადამიანი. რომლისათვისაც ასეთი ადამიანისათვის არ არსებობს არაფერი გარდა სიყვარულის ობიექტისა, თუ სუბიექტისა, ვინც უყვარს. ანუ მთლიანად მოცულია მისი. ეს არის ტრფიალება, ამიტომ იყენებს ამ სიტყვას. ანუ ნათლობის ნაყოფი, ერთ-ერთი ნაყოფი უნდა იყოს, რომ აი ესე მოცული ვიყოთ ქრისტესადმი სიყვარულით, თავდავიწყებაში უნდა ვიყოთ. გესმით? აი ეს არის, ამას ამბობს.
და შემდეგ ახსენებს აღდგომითა იესო ქრისტესითა, რომელი არის მარჯვენით ღვთისა, რომელი ამაღლდაზეცად და გვახსენებს, რომ ტრფიალება ვის მიმართაც გვაქვს, ის სად არის? ის არის მარჯვენით მამისა თავის ხორციელი ბუნებით, ამაღლდა და მარჯვენით მამისა ხორციელი ბუნებით, რომელიც იმპერატიულად ამბობს, რომ როგორც მე დავჯექი მარჯვენით მამისა, მინდა შენც ჩემთან ერთად დაждდე, ჩემს მარჯვნივ და შენს იმ დიდებაში შეხვიდე, რომელ დიდებაშიც მე ვიმყოფები. ეს არის ქრისტეს სიტყვები, რომელსაც იგი გვასწავლის. და ეხლა პავლე მოციქულის სიტყვები, რომელთა მიმართ ეპისტოლეში, რომელიც დღეს იქნა აღმოგკითხული, რომელიც გვახსენებს, არა უწყითა, რამე თუ რომელთა ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესოის მიერ სიკვდილისა მისსა მიმართ ნათელ ვიღეთ, გვახსენებს მონათლულებს, ქრისტიანებს გვახსენებს, რომ ჩვენი ნათლობა დაკავშირებულია ქრისტეს სიკვდილთან და სიკვდილი ეხლა სიკვდილი სასიამოვნო არ არის. ანუ რაღაცა ტკივილთან, რაღაცა ტანჯვასთან, რაღაც ღვაწლთან, თავგანწირვასთან არის კავშირი. ამ შემთხვევაში ქრისტესთან, მაგრამ ჩვენ მისით უნდა გადავრჩეთ, ამიტომ ეს ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერთან კავშირი გვაქვს. და გაგრძელებს პავლე მოციქული. თანადავეფლენით მას ნათლისღებითა მის სიკვდილსა მისსა. წყალში ნათლობა ქრისტესთან ერთად თანადაფლას ნიშნავს. ანუ ჩვენში რაღაცა უნდა მოკვდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ ნათლობის ემბაზიდან ქრისტიანები ამოვიდეთ. და თუ ჩვენში ჯერ არ მომკვდარა უკვე მონათლულებში, ზოგი ბავშვობაში ვართ მონათლული, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ არ მოკვდება ის, რისთვისაც მოვინათლეთ და რაც უნდა მომკვდარიყო, როცა თანადაფლა ხდებოდა ქრისტესთანა, მანამდე ჯერ ჩვენში ქრისტიანი არ რეალიზებულა. ის რაღაცა უნდა მოკვდეს. რათა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთი დიდებითა მამისაითა, ეგრეცაც ჩვენ განახლებითა ცხოვრებისათა ვიდოდით. აღდგომას გვახსენებს პავლე მოციქული, აღდგომა, როცა ზეიმია ყოველგვარი სიკეთისა და რა თქმა უნდა სიცოცხლის ზეიმია, თუ ჩვენ გვინდა მასთან თანაზიარება, მაშინ ჩვენც უნდა განახლებული ცხოვრებით ვიდოდეთ, ანუ განახლებული ცხოვრებით ცხოვრობდეთ, ამისათვის საჭიროა, რომ ნათლობისას მომკვდარიყო ჩვენში ის, რაც უნდა მომკვდარიყო. რამე თუ უკვე თუ თანანერ გვექმნებთ მსგავსებას ამას სიკვდილისა მისასა, ეგრეთვე აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. ანუ თუ დავემსგავსებით მას სიკვდილში, მაშინ ჩვენ მსგავსი ვიქნებით მის სიცოცხლეშიც, მის აღდგომაშიც მსგავსი ვიქნებით, ანუ მარადიულად ვიცოცხლებთ მასთან ერთად. ესე უწყით. ეხლა პავლე მოციქული სხვა კუთხით შეგვახედებს. ესე უწყით, რამე თუ ძველი კაცი იგი ჩვენი მისთანა ჯვარს ეცვა. ანუ ესე უწყით, ანუ ჩვენ ვიცით უკვე ქრისტიანებად. ესე იგი რა ყდება ჩვენში? ძველი კაცი ჩვენი მისთანა ჯვარს ეცვა. ეხლა ძველი კაცი რა არის? კარგად ვიცით. ეს არის ჩვენი ესე იგი ეგოიზმი პირველ რიგში, პატიმოყარეობა, სიამაყე, ინდივიდუალიზმი უკიდურესი და უკიდურესი ჰედონიზმი, როცა ადამიანის ცხოვრების საზრისი ხდება, ესე იგი ხორციელი სიამოვნება. ეს არის ძველი კაცი, რომელიც ოპერირებს, რომელიც მოქმედებს, ყოფიერებს მხოლოდ საკუთარი სიმართლით და ეს არის მისთვის ესე იგი ანი და ხოე და რომელსაც აქვს ილუზია, რომ ღმერთია ოღონ ღმერთის გარეშე. დიახ, ჩვენ უნდა გავხდეთ ღმერთით, მაგრამ ჩვენში არის ილუზია, რომ ჩვენ ვართ უკვე ღმერთნი ჩვენი განსაკუთრებულობით ოღონ ღმერთის გარეშე. და ეს ვიცით 60-ში, როცა პირველი ადამიანი შეცდა, მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოკვდეს. მასთან ერთად ჯვარს უნდა ეცვას. რათა რას ნიშნავს ჯვარს ეცვას? იოლი არ არის ამის მოცილება. ანუ ჩვენ გვიწევს ბრძოლა და ომი ამ საკუთარ დაცემულ ბუნებასთან. რათა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისა, რათა არღარავ მონებდეთ ცოდვასა. განქარდეს ხორცი ცოდვისა, ხორცის მოკვდინებას კი არ ნიშნავს, არამედ ხორცის ესე იგი მთავრობას ჩვენზე. ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობა ჩვენს ხორცზე, ჩვენ უნდა მართავდეთ ჩვენ ხორცს. მარხვის ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ ეს არის, ხო? და მარხვა არ ნიშნავს მარტო კუჭის მარხვას. ანუ ჩვენ უნდა ვმართავდეთ ჩვენ ხორცს, ჩვენ არასოდეს არ უნდა ვიაროთ ხორცის ჭკუაზე. ეს არის ჩვენი ღირსება ადამიანური და ეს ვიცით როგორი რთულია და ამას გვახსენებს პავლე მოციქული. და თუ ამას შევძლებთ, აღარა ვმონებდეთ ჩვენ ცოდვასა. თუ ჩვენ ხორცში დავამარცხებთ ეშმაკს, მერე უკვე ერთი საფეხური უკვე გავლილი გვაქვს, რჩება მეორე საფეხური სულშიც დავამარცხოთ, მაგრამ როგორც წესი თუ ადამიანი იმარჯვებს
გემოთ მოყარეობაზე, რასაც ხორციელი ცხოვრება ქვია, მაშინ როგორც წესი მას უკვე ეიოლება დაამარცხოს სულიერ ბრძოლაშიც ეშმაკი. უკვე თუ მოვკვდეთ ქრისტესთან სიკვდილი, ანუ ჯვარცმული, ანუ როდესაც ჩემთვის აღარ არის უპირატესი პრიორიტეტი, მთავარი ეს სოფელი, ამ სოფლიური მიზნები. გესმით, ყველაფერი რაც კი შედის ამ სოფელში. იმითი თვით ჯანმრთელობით, რომელიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დიდხანს სიცოცხლე, ახლობლების კეთილდღეობა, ანუ აღარაფერი აღარ არის პრიორიტეტი, მთავარი აღარ არის ეს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაინც წარმავალია. გესმით, ამას ნიშნავს, რომ მოვკვდით ქრისტესთან, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ხედავთ უკვე ამ სამყაროს, რამეთო ჩვენ გვინდა ქრისტესთან ერთად რომ მოვკვდით, ქრისტესთან ერთად ვიცოცხლოთ, ჩვენთვის სიცოცხლე მარადისობა, ანუ ქრისტეა და გვწამს, რამე თუ მისთანაცავ ცხოვრობთ, მასთან ერთად ვიცხოვრებთ. ეგრეცა თქვენ შერასხენით თავნი თქვენი მკვდრად ცოდვისათვის. და როდესაც სიკვდილზე საუბრობს, ჩვენ სიკვდილზე, რომ ქრისტესთან უნდა მოვკვდეთ. აქ კიდევ ერთხელ პავლე მოციქული ხაზს უსვავს, რომ აქ იგულისხმება არა ხორციელი სიკვდილი. ამ შემთხვევაში, არამედ სიკვდილი ცოდვისთვის. აი, როცა იციან ხოლმე, თავარი არის ჯანმრთელობა, რო იტყვიან ხოლმე. თავარი არ არის მთავარი ჯანმრთელობა. ან როცა მშობელი ზრუნავს შვილის თქვათ კარიერაზე, თქვათ ასე შემდეგ, აქვეყნიურ წარმატებებზე, არ უნდა იზრუნოს? რა თქმა უნდა, ისე როგორც ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნოს. მაგრამ არ არის მთავარი. გესმით, აქ პრიორიტეტებზია, ანუ ფასეულობათა იერარქია არ შეიძლება ქრისტიანს კონდეს დარღვეული. ეს ხშირად არის ხოლმე დარღვეული. მაგალითად, დედას ყავს ურწმუნო შვილი და მოდის აცრემლებული, ესე იგი სამსახურიდან გამოუშვეს. და ვეუბნები, რომ მორწმუნე არის არა და რატო არ ტირი ხარ, რომ მორწმუნე არ არის? და რატო ტირი ხარ, რომ სამსახურიდან გამოუშვეს? და რატო არ ტირი ხარ, რომ მორწმუნე არ არის და სულიერად იღუპება, დღეს ხვალ მოკვდება და უღმერთობაში გარდაიცვლება და რა ეშველება? ანუ დედაში მოქმედებს ედობრივი ინსტინქტი, ცხოველური უფრო მეტად, ვიდრე ქრისტიანული შეგრძნება სამყაროს, შეიძლება ასე ითქვას. ისიც საჭიროა, მაგრამ თავარი რა არის, ეგ უნდა გვახსოვდეს. ეგრეცა თქვენ შერაცხენით თავნი თქვენი მკვდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღვთისა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენის. ანუ ცოცხალი ქრისტეში უნდა ვიყოთ. მე ვარ სიცოცხლე, გვეუბნება კიდევაც. შემდეგ, ნუ უკვე სუფევნ ცოდვაი მოკვდავთ ამაგად ხორცთა თქვენთა მორჩილებად მის გულის თქმათა შინა მის. ეს პრაქტიკული მხარეა. ანუ არ უნდა სუფევდეს, ბატონობდეს ცოდვა ჩვენს მოკვდავ ხორცში და ეს როგორ ხდება ეს ცოდვის მეფობა ჩვენში, როგორ ხდება და შემდეგნაირად. მორჩილებად მისა გულის თქმათა შინა მის. ანუ ჩვენში ცოდვა ბატონობს, ჩვენში ცოდვის დასაყრდენი არის ჩვენი გულის თქმები, გულის სიტყვები, ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ. ეშმაკის ინსტრუმენტი გულის სიტყვაა. გულის სიტყვის საშუალებით ხდება, რომ ის პლაცდარმს აჩენს იმ გულის სიტყვის მიერ, რომელიც არის ემოციასთან ნაზავი აზრი, ეს არის ეშმაკის დასაყრდენი და როგორც კი ადამიანი ამას ვერ ხვდება და სანამ ადამიანი ამას ვერ ხვდება, რომელი გულის სიტყვაა დემონური და რომელი არა, ის იწყნარებს მას როგორც საკუთარი სიმართლე, როგორც ობიექტურად არსებული სინამდვილე, როგორც ჭეშმარიტება, როგორც სიკეთე, იმიტომ რომ ნიღბავს ეშმაკი ამას და როგორც კი ჩვენ მას ვიწყნარებთ, იმ წამსვე ეს პლასტარმი ხდება დემონური ძალებისათვის, ის იძგავს ფესვებს ჩვენში და შემდეგ უკვე ადამიანი აგრძელებს კვლავ ახალ წრეზე მიდის, სიკეთის სიმართლის სახელით ახალ წრეზე მიდის და კვლავ და კვლავ არის დაშორებული ღმერთს და ისევ ამ ქვეყნიური ცხოვრებით ცხოვრობს. ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქვენთა საჭრულად სიცრუის ცოდვასა. სიცრუისა ცოდვას, ანუ როგორც კი ჩვენთვის გულის სიტყვები გაბატონდება, მერე ჩვენ ხორცს აემართება ინსტრუმენტი, საჭურველი, იარაღი, ანუ ჩვენი ხორცი იარაღი ხდება სიცრუისა. სიცრუის მამა ეშმაკია, ანუ ეშმაკის ინსტრუმენტი ხდება. არამედ წარუდგინებთ და არ გამოგვიცდია თუ რა, აბა რამდენჯერ ყოფილა, თვალს ვერ იჭერ, ენას ვერ იჭერ. ხო გესმით რა, ადამიანი დაბერდა ეკლესიაში, ენას ვერ აჩერებს. დაბერდა ეკლესიაში, თვალს ვერ იკავებს. დაბერდა ეკლესიაში, ნერვულ სისტემაზე კონტროლი არ აქვს. ხო ვიცით ეს რაც არის. აღარ ვლაპარაკობ მძიმე ცოდებზე, არ ვლაპარაკობ, არა. აი ვლაპარაკობ იმაზე, რაც ყველას გვჭირს. გესმის? იცის რომ არ შეიძლება განიკითხოს, სულ განიკითხავს. იცის რომ ესე იგი ადამიანის მიმართ ადამიანისგან რაღაცა რო წამოვა არასასიამოვნო, ეგრევე უნდა აპატიოს.
წყენაგულში არ დაიტოვოს, ხო? ყველაფერი ხო ვიცით? ვერ ვაკეთებ. იმიტომ რომ არ გვემორჩილება საკუთარი თავი. და ამიტომ ჩვენი ხორცი არის ინსტრუმენტი ეშმაკის. იმიტომ რომ მანამდე გულის სიტყვებთან ბრძოლა არ აქვს. არამედ წარუდგინეთ თავნი თქვენი ღმერთსა, ვითარცა მკვდრეთით ცხოველნი, ანუ სინამდვილეში როგორ უნდა ცხოვრობდეთ? მკვდრეთით აღმდგარნი უნდა ვიყოთ უკვე. არის შეხო ჯერ არც მომკვდარ ვართ და მithumetes ჯერ არ აღმდგარ ვართ. მაგრამ სულიერი თვალსაზრისით აღდგომა დაიწყო უკვე, ხო, ფაქტიურად თეთრები შევიმოსეთ და ცოტა ხანში ქრისტე აღდგას ვიგალობებთ. ჩვენ უკვე უნდა ვისწავლოთ მკვდრეთით აღმდგარ მდგომარეობაში მყოფობა. აი, როცა ადამიანს მონაზნობა სურს, ან მღვდლობა სურს, გვეკითხებიან, რა გავაკეთოთ? სანამ აღკვეცავენ, სანამ ხელს დაგასხავენ, ჯერ კიდევ ვერისკაცი სანამ ხარ, უნდა მანამდე იცხოვრო როგორც მონაზონმა, უნდა მანამდე იცხოვრო როგორც მღვდელმა, შინაგანი მდგომარეობით. ანუ საკუთარი თავი განამზადო როგორც მომავალმა სამღვდელო ჭურჭელმა, როგორც მომავალმა მონაზონმა. ჯერ არ ახარ, მაგრამ უკვე უნდა დაიწყო მზადება, გესმით? საკუთარი თავის მომზადება უნდა დაიწყო. ასე აქაც. ჩვენ ჯერ არ აღმდგარ ვართ მკვდრეთით, მაგრამ ჩვენ უნდა უკვე ვიცხოვროთ ისე, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა ადამიანება. აი ამაზეა სწორედ საუბარი. ანუ თქვენი ცავი წარუდგინეთ ღმერთს, აი ჩვენ რო ვეზიარებით, ჩვენ რო ვლოცულობთ, ჩვენ წარუდგენთ ჩვენ თავს ღმერთს, ვითარცა მკვდრეთით ცხოველნი, ანუ აღმდგარი მკვდრეთით და ასონიეგეთ თქვენი საჭურველად სიმართლის საღვთის, ანუ საღვთო სიმართლის იარაღი უნდა გახდეს ჩვენი სხეული ღმერთის ხელში. და ასე დროს ცოდვა თქვენზე და აღარ უფლებდეს, ვეღარ იბატონებს ცოდვა, ღვთისაგან განდგომილება ჩვენზე, რამე თუ არ ახართ ჯულსაქვეში, არამედ მადლსა. იმიტომ რომ ჩვენ წესის და კანონის და სასჯელის შიშით კი აღარა ვართ უკვე ასეთები თუ ვიქნებით, რაღაც ესე დაბმულები და ვერაფერს ვერ ვაშავებთ. არამედ მადლის ქვეშა ვართ. ანუ ღმერთთან თანამშრომლობთ, როგორც მისი შვილები და ჩვენში მადლი რადგან არის, ჩვენ უკვე ტაძარი ვართ ღვთისა. აი ეს მდგომარეობა უნდა გქონდეს ქრისტიანს, ეს არის ქრისტიანისათვის ნორმალური მდგომარეობა და რა თქმა უნდა, როცა ადამიანი აქეთკენ მისწრაფის, მისთვის ცოცხლდება ყოველი დღესასწაული. იგი დღევანდელ დღეს აი ესე შინაგანი მდუმარებით, მგლოვარება, ნარევი, სიხარულით ელოდება იმ წყინვალე დღეს, იმ წამს, როცა ვიგალობებთ ქრისტე აღდგა და ვიქნებით გამცდელი ამ დღესასწაულისა, არა უბრალოდ ემოციურად, არა ინტუიციურად, არა გახსნილების თვალსაზრისით, ესენიც იქნება და უნდა იყოს, კარგია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა არსობრივად გამცდელი ვიქნებით იმ დიდებულებისა, რასაც კვეთით აღმდგარი მაცხოვართან მიახლება ქვია, მაცხოვრის ჩვენში მყოფობა ქვია, როცა ჩვენ უკვე ჯერ კიდევ ხორცში მყოფნი, გვაქვს წინაგემოს ხილვა, ვართ გამცდელი, რას ნიშნავს იცხოვრო მარადიულად ღმერთთან ერთად ქრისტე იესოს მიერ, ჩვენი უფლისა მიერ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.